სამხედრო ექიმები პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ. Ამ დღესთან დაკავშირებით დაბაკრწანისის ტერიტორიაზე საქართველოს შეერაღებული ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის ორგანიზებით საველე სწავლება სამედიცინო მხარდაჭერა მიმდინარეობს. სწავლებას თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც ესწრებიან. სწავლების მთავარი მიზანი საგანგებო სიტუაციებში სამედიცინო პერსონალის უნარჩვევების და კოორდინაციის გაუმჯობესება. ექიმობა ბრძოლის ველზე, როდესაც შენ თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილებები გაქვს მისაღები და შენი მეგობრები ყავს გადასარჩენი, ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებელი და რთული პროფესია და მე კიდევ ერთხელ გილოცავთ და მადლობას გიხდით სამსახურისთვის. საქართველოში ამ ბოლო წლების განმავლობაში არსებული კონფლიქტების გამო ძალიან კარგი ექიმები ყავს, სამხედრო ექიმები ყავს. შესაბამისად მე ყველა მათგანს ვილოცავ დღევანდელ პროფესიულ დღესასწაულს, უსურვებ მათ თავისი პროფესიის ნაკლებად გამოყენებას, თუმცა დახელოვნება აუცილებელია და ეს უნდა მიმდინარეობს ყოველდღიურად და ყოველ საათობრივად. მინდა ვისარგებლოს შემთხვევით და ყველა სამხედრო ექიმს მიულოცა პროფესიული დღესასწაული შეერაღებული ძალებისთვის საქართველოში ისე როგორც მთელ სოფლიოში უმნიშვნელოვანესია, რომ სამედიცინო მხარე იყოს მოწესრიგებული, ზურგი იყოს გამაგრებული და შესაბამისად დღეს ჩვენმა ექიმებმა კარგად აჩვენეს სამხედრო ექიმებმა თუ რა შეუძლიათ მათ როგორ პროფესიულად უმკლავდებიან დაკისრებულ მოვალეობას.